შენ ხარ ჩემი სიყვარული ჩემი ერთადერთი შენ ხარ ჩემი ცხოვრება ჩემი სიცოცხლე ჩემი სიყვარული ცხოვრების არსი ხარ შენ ჩემი არა მე რომ მიყვარ ხარ ისე არ ყვართ ხომ შენ ისე არ გიყვარ არ გიყვარ შენ რა იცი მე როგორ მიყვარ მე მიყვარ შენ რა იცი შენ ხარ ჩემი კურდღელი ჩემი ბაჭია ჩემი ფისო ხარ შენ კი და ამიტომ მოდი შენზე გავაფორმოთ იპოთეკა კი შენ ხარ ჩემი ცხოვრების აზრი, ჩემი ერთადერთი ადამიანი ამ ცხოვრებაში, ვინც ყველაზე მეტად მიყვარს. შენ ხარ ჩემი ერთადერთი განუმეორებელი, ჩემი უმაგრესი, შენზე გავაფორმოთ იპოთეკა. მემოშვილებო, გადაწყვიტეთ ახლა აბა რომელს უფრო გიყვართ ერთმანეთი, გიყვართ კი არა, რომელზე ვაფორმებთ იპოთეკა. Cuando tomes tu café, toma tu café con cañate. ხოშიანია რა გინდა რა სერჩი კარგი შეგიძლია წაიყვანოთ თქვენი პატარა მანქანა წაიყვანეთ მზად არის შემიძლია ხო კი ძალიან დიდი მადლობა რა აბა კარგად ძალიან დიდი მადლობა ნახვამდის კარგად გამარჯობა? გამარჯობა. რა ხდება? ისე ბამპერი. ისევ კაც უკანა? უკანა ხო. რას ლაპარაკობთ? რას? კარგი, თქვენ არ ინერვიულოთ ახლა. წაბრძანდით და 2-3 დღეში გავაკეთებ და შეგაბარებთ. გამიკეთებთ. კი, აბა რას ვიზავთ, რისთვის ვართ? როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის, აბა რა 2-3 დღეში. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის, რისი მადლობა. ნახვამდის მოვალ ხო? კარგად, კი, 2-3 დღეში. ესეა ბიჭო 2 წელი ვერ გაიყვანა ამ ქალმა ბოქსიდან მანქანა 2 წელი ამის ხელში კრიზისი არ გვებუქრება რა გეფიცები კაი მიდი მიხედე უკან საყვარელო შემოდი ისე კი მაგარი რაღაც მოიფიქრე. აი აქ დავკიდებ სარკეს, აი აქ დავდებ ტუმბოს, აი იქ ჩემსაწელს დავდებ და ჩვენს ლამას ხო, კარგი, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ იცი რა ხდება, ჯერ პატრულში ხო არ დაგვერეკა, რომ აი ამ გაძარცული სახლიდან იქნებ რამე ნივთი მაინც იპოვონ და დაგვიბრუნონ რა. რაღაც აზრია იქაც ხო? გამარჯობა. შეიძლება 2 წუთით შეგაწუხოთ. გისმენთ? იცით, მე თქვენ 1 თვის წინ დაგინახეთ. აქ. დიახ, მაშინ აი კუთხის მაგიდასთან იჩექით და უბრალოდ ისე გაიქეცით, რომ ვერ მოვასწარი სათქმელი მე თქვა. დიდი ხანია, ასე ვთქვათ, დღეს გაკვირდებით და აი ახლა, როცა თქვენი ხელია ესე ხელში მიჭირავს. მინდა გითხრათ, გადავდგა ეს ნაბიჯი ბოლოს და ბოლოს. დიახ. და გითხრათ, რომ გადაიხადეთ. გადაიხადეთ ფული. გადაიხადეთ დღევანდელი ფულიც გადაიხადეთ და მაშინდელიც ერთი თვის წინ. გადაიხადეთ სასწრაფოდ. ხან ხელი დამიშა შემოწმარა. სასწრაფოდ გადაიხადეთ. ვიკებო მოდი დაწერილი. მოდი ვიკებო. ლიკა ანი როგორ ახარ? აი არ მომეკარო. რატო? გოგო შენ ცოცხალი ხარ? ცოცხალი ვარ, ყდარი რატო უნდა ვიყო? შენი მეზობელი როა ინგა. დილით ჩამხთა და ისე კარგად მელაპარაკა შენზე და იმდენი კარგი თქვა შენზე, რომ მე მეგონა მოკვდი. ინგას დედაც მოდი ჩაგეყო.
ალო. აუ, გენაცვალე, ტაქსი გამოვიძახე და არ მოსულა ჯერ და დიდხანს უნდა ველოდო კიდე? გააუქმეთ და აღარ მოვა? რომ დავრეკე, მერე გადმოვრეკე, რომ გამიუქმეთ მეთქი და გამიუქმეთ მართლა? აუ, რაღაცაზე ნერვები მომეშალა და გავაუქმეთ. ეს ერთი ნერვების მოშლაზე უნდა გააუქმოთ კაცო ტაქსი? აი, გოგო რომ ყოფილიყავით, გამიგებდით, რომ ეს ერთი ნერვის მოშლაზე ტაქსი არ უნდა გაგეუქმებინათ. მიდი, ეხა გამითიშე კიდე პირველმა. გამარჯობა. გამარჯობა. დამოკიდებული ვარ. სასმელზე. ანუ? ალკოჰოლიკი ვარ. შენ გაიხარე, მე როგორც იქნა რა. რა დღეა მაინც დღეს რა. სულ მოხუცები მოდიან, ხან წნევა, ხან რადიკულიტია, მოკლედ რა დღეს მეკონა რომ არ გამიმართა. და შენ შემოგევლე, მოდი დროზე ხა ჩვენ გაცნობას გაუმარჯოს. მოკიდე ხელი, ჩქარა ჭიქას, დროზე აღარ შემიძლია უკვე ამდენი ლოგი. დროზე, მომიჭახუნე, აბა შენს. აბა ბედნიერ. წავიდა მეორე დროზე. დამიბარეთ ბატონო დირექტორო? დაგიბარე ულუშაძე, დაგიბარე დაჯექი. რა იყო? სერიოზული საქმე მაქვს შენთან ულუშაძე. გადაო ბატონო დირექტორო? რა არის ეს? როგორ დადიხართ სკოლაში? როგორ დავდივარ? რა გაცვიათ ეს რა? რა მაცვია, ტომ შვენივრად მაცვია. დიმოიყები ეხლავე. მე კარგი. რა იყო, რა მოხდა ვერ გავიგე. ულუშაძე, გავიწყდება, რომ დაწყებითების პედაგოგი ხარ. მაგარი ხარ. რაღაცა მინდა გითხრა. მიდი ვითხარი. ცოლად გამომყვები. რა? ვაი მე აბა რა სვიზა? ოღონდ ერთ კითხვაზე მიპასუხე. ხო. მე რა მქვია? კაი არ მოიწყინო, მაინც გამოყვები ძალიან, მაგარი ხარ და იგი. გამარჯობა. გაგიმარჯოს. ერთი ბანანის კოქტეილი. კი ბატონო, ახლავე. უკაცრავად ერთი წუთით. აი ეს მამაკაცი ხომ არიცით ვინ არის? აი ეს მიმზიდველი მამაკაცი. ის? ხო, არა, აი ის. ხო, ეგ მაგარი კაცია. ეგ მაგარი კაცია, ნუ ხა მილიონერი არ არის, მაგრამ დიდი ფულის პატრონია. ხო, თან ცოლი ყავს, მაგრამ აქ დადის ხოლმე სულ მარტო. ეგ ბიზნესმენია. ეთქობა ოჯახში რაღაცა ვერ აქვს კარგად რა. შვენიერი. წუთით. აუ, ერთი წუთით. აი ის შედარებით ახალგაზრდა მამაკაცი ვინ არის ხომ არიცით, ა? ახალგაზრდა. ეს? ხო. ეს კაცი არის, ეს მაგარი კაცია. აუ, ხო. ეს ამას ჯობია ბევრად. აუ, კი, ჯობია. ეს მილიონერია, 100%-იანი მილიონერია. ეხლა რა ხდება? მამის ჰქონდა დიდი ფული, მაგრამ მე ყველაფერი გადმოუფორმა ამბიც. ხო, ამანაც ეხლა აქედან მიამატა, იქიდან მიამატა ცოტა უცხოეთშიც და მოკლედ ძალიან დიდი ფულის პატრონია ეს. ეს უცოლოა სხვათა შორის. ძალიან მაგარი. რამდენი დამოგცე? ესე იგი, შენზე არის 160 ლარი კი. მე რა 160 ლარი? ერთი ბანანის კოქტეილი. ხო, მე კოქტეილი ღირს 20 ლარი, მაგრამ ინფორმაცია გენაცვალე 140 ლარი. ძვირია რა ვქნათ. მე რო 100 ლარი მაქვს. მომეცი რა. კარგი, მაშინ მომისმინე. ხო. აი ამ ბიძზე უცოლოზე დაივიწყე რაც გითხარი.
მოტი. მიდი. რა თქმა უნდა. რას მიირთმევთ? ესე იგი 10 ხინკალი, 1 მწვადი და კიტრის მწნელი თუ შეიძლება. და ალბათ 200 გრამი არაყიც. არა, არაყი არა, საჭესთან ვარ და ამდე ვერ დავვლებ. უი, რას ამბობ? რა მანქანით ხართ უკაცრავად? მერსედესი შავი. კართან მიყენია. ერთი წუთით. ალო, შოთა? შოთა, კართან აყენია შავი მერსედესი, ბიჭებს დაუძახე და მიხედეთ, ხო? კარგი. თქვენ აღარ ხართ მანქანით, თქვენი მანქანა ამ წუთას გაიტაცეს. ასე რომ მივდივარ მომაქვს ყველაფერი და 200 გრამი არაყიც. არა, ისა, უკაცრავად. გოგონი. ექიმო. დარწმუნებული ხართ, რომ ორსულობის 27 კვირაში ვარ და არა 23-ში? რა თქმა უნდა. ყველა ანალიზმა და ეკოსკოპიამ ეს შედეგი აჩვენა. თქვენ ხართ 27 კვირაში. რა საშინელება რა. აბა რას ამბობთ? ორსულობა ხო ყველაზე დიდი ბედნიერებაა საერთოდ, კარგია? ექიმო. იცი რა, ეხა თუმე 27 კვირაში ვარ და არა 23 კვირაში. გამოდის რომ ცოლად სხვას გავყევი. აურა სიგინია. აბა, გისმენთ? გამარჯობა. გამარჯობა. იცით რა არის, მანქანის გაყიდვა გადავწყვეტეთ და ჩემმა ქმარმა მიიყვანე ხელოსანთან რომ მოაწეს რიგოსო, რა თვითონ არ ეცალა და ხო და მოვიყვანე. ძალიან კარგი. და რამდენში აპირებთ გაყიდვას? $7,000. თვითონ 7 ესე იგი. კარგით, და 1 წუთით ეხლავე. ხო. 1 წუთით. ესე იგი. აჰა. აი ეს გამომართვით, აი ეს. და სადმე მიაკარით იქ. ვაიმე. და ესე შეიძლება. მაგარია. ზუსტად ეს მინდოდა. რასაც ყოფა შეგახმა? მოიცა. კი, შენ? ჩემიც გახმა. დროა უკვე. ბანკის კარი არის ზუსტად სალონის პირდაპირ და გვაქვს სულ რაღაც 7 წუთი. წა. გოგო, აუში დღეს კაცები ძალიან მაგარ ხასიათზე არიან და ხო არ იცი რა ხდება? წარმოდგენა არ მოხს, გუშინ არ იყვნენ? აუ არა, არ იყვნენ. და ვაფშე შენ რო ხარ, ხო? მაშინ ჟრიამულობენ ხოლმე. რა სისულელეა, ეგრეთ შუაშია. ბიჭებო! ესეც თქვენი ბოლო თავანი. კი, გეთახმები, ძალიან კარგი არჩევანია. ძალიან კარგი თანამედროვე, ესეთი დახვეწილი დიზაინი. და რაც თავარია ბუნებრივი მასალისგან არის. აი, კი. ვაიმე, კი, ძალიან კარგია, მაგრამ ჩემ დაქალს აქვს ზუსტად ესეთი მაგიდა და მეც ხო არ ვიყიდი ახლა ეგენს. თქვენ და რა მერე? ვაიმე, რა მერე? კაფეში რო ერთნაირი მაგიდებით წავალთ, ყველა ჩვენზე ილაპარაკებს და მომეჭრება თავი. არ გესმით რა არაფერი ამ კაცებს რა.
ლია, გემუნდარებით. ცოტა ადრე გამიშვიდ დღეს სახლში. ვითომ რატომ? ქალბატონო ლია, გამიშვიდ დღეს სახლში და სამსურვილს შეგისრულებთ, ქალბატონო ლია. ვაიმე, ნუსულეობ რაღაცებს, რა გადი აქედან ჩქარა საქმე მაქვს ბევრი. სიამოვნებით, ქალბატონო ლია. დანარჩენ ორ სურვილს ხვალ შეგისრულებთ. თუ შეიძლება რომ ზეთი გამომიცვალოთ შეიძლება ფილტრები შემიმოწმოთ შეგიმოწმე ანტიფრიზი დიახ, როგორ გამოიძანინ? ეგ რაღაცა ჩამისხათ. ჩავასხამთ. და რა დამიჯდება? 180 ლარში გამოვალთ რა. რამ ბავია? 150 ლარში არ გამოვა? გამოვა. ეხა დამიტოვე მანქანა, მე ამას ყველაფერს გავაკეთებ, მე დაგირეკავ და მოდი წაიყვანეთ. ტელეფონის ნომერი დამიტოვეთ. ტელეფონის ნომერი. არ წერი აქ ტელეფონის ნომერი და წავა გავიგებ რა და მოვა. კარგი, არ წახვიდე. სამი. აქ.